მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს. 9 საათზე სტუდიაში მაგაცინცაძე განაგრძობს მუშაობას. საქართველოს არ აწარმოებს ნარკოტიკებს, მაგრამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით შიდა პრობლემა აქვს. ამგვარი შეფასება ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის 2012 წლის ანგარიში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დააფიქსირა. ანგარიში საქართველოს ქვეთავში ნათქვამია, რომ საქართველო არ აწარმოებს ნარკოტიკებს გარდა მცირე ოდენობით ამფეტამინის ტიპის სტიმულატორებისა. თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ აზიასა და ევროპას შორის მდებარეობის გამო სხვაგან წარმოებული ნარკოტიკებისთვის ტრანზიტული დერეფანია. ბევრ დამკვირვებელს მიაჩნია, რომ ისინი წარმოადგენენ ნარკოტიკების კონტრაბანდის მთავარ კორიდორს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში კვლავ ვერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება და არის მოსაზრებები, რომ ნარკოტიკები ამ ტერიტორიების გავლით გადის. ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის საოკუპაციო ჯარები და ამ ტერიტორიების დე-ფაქტო ხელისუფლებები ან ძალიან მცირე ოდენობით, ან საერთოდ არ უცვლიან ინფორმაციას ნარკოტიკების გადატანის ტრაფიკის შესახებ, ნათქვამია ანგარიში. ან ნარკოტიკების კუთხით საქართველოში და პრობლემებში სახლში დამზადებული ნარკოტიკი სახელდება. აქვე აღნიშნულია, რომ შიდა ბაზარზე ხელმისაწვდომია ჰეროინი, სუბუტექსი, მეტადონი და მარიხუანა. ასე ამავე დოკუმენტში კი მოყვანილია ადგილობრივი მკვლევარების ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოში ნარკოტიკებს 40-დან 80,000-მდე ადამიანი მოიხმარს. თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის მთავრობამ გააძლიერა ნარკომომხმარებლების მკურნალობისა და პრევენციის ღონისძიებები, ასევე ანტინარკოტიკული ქმედებები. ნატოს საქართველოს კომისიის სხდომაზე თანამშრომლობის მიმდინარეობა განიხილეს, როგორც ნატოს ოფიციალური ვებგვერდი უწყება კომისიის სხდომა გუშინ გაიმართა. ალიანსის ვებგვერდი აღნიშნავს, რომ სხდომაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, ასევე მიიღო მონაწილეობა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. განხილვის მიმდინარეობისას კომისიამ მიმოიხილა ალიანსთან შესაბამისობაში მიღწეული პროგრესი და ყოველმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და მოკავშირეების მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ავღანეთის აისაფის მისიაში მონაწილეობისთვის. მივესალმებით აისაფის მისიაში თქვენი ქვეყნის შესანიშნავ მონაწილეობას, განსაკუთრებით ჰელმატში მყოფ ბატალიონს. ასევე ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას გააორმაგოთ თქვენი კონტრიბუცია. დღეს გვაქვს შესაძლებლობა გავაძლიეროთ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის საშუალებით, განაცხადა გენერალურმა მდივანმა. კომისიამ საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის ზომებზეც იმშელა, მათ შორის სამოქალაქო მომსახურების გაძლიერების, ასევე საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებზე, სამოქალაქო დემოკრატიული ზედამხედველობის შესაძლებლობის საკითხებზეც. ქუთაისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვლადიმერ პუტინის განცხადებას უპასუხა. დავით ბაქრაძის შეფასებით ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პუტინი საუბრობს ქართველი ხალხის სიყვარულზე, თუმცა კარგი იქნება, რომ ეს სიტყვები დადასტურებული ყოფილიყო საქმე და ვიზები გაეუქმებინა საქართველოს მოქალაქეებისთვის, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთზე ორიენტირებული ძალების მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ. ნატოში წევრობა რას ნიშნავს? ბატონ პუტინს არაერთგზისა განცხადებული, რომ მას უყვარს ქართველი ხალხი და არ უყვარს ქართული ხელისუფლება, ვიზების გაუქმება იქნებოდა სწორედ ქართველი ხალხის და არა ქართველი ხელისუფლების მიმართ გადმოდგმული ნაბიჯი, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ განცხადებით მან ძალიან კარგად აჩვენა საკუთარი დამოკიდებულება ზოგადად საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. არ არის ნამდვილად საიდუმლო, რომ რუსეთი ერთ-ერთი ბერკეტი, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ქართულ შიდა პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებზე დაყრდნობით მცდელობა ზეგავლენა მოახდინონ ქართველი ხალხის არჩევანზე და ქართულ პოლიტიკაზე, თუმცა მინდა თქვა, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ეს პოლიტიკა იქნება ისეთივე წარუმატებელი, როგორც იყო წარსულში. ქართველი ექსპერტების შეფასებით ვლადიმერ პუტინს კავკასიასთან მიმართებაში ახალი პოლიტიკის დაწყება სურს და ამით აიხსნება ოფიციალური კრემლის განცხადებები საქართველოს მხრიდან შეთანხმებათა დარღვევის შესახებ. ანალიტიკოსების განმარტებით რუსეთს საქართველოს შორის ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმება მართლაც მიღწეული იყო. აჭარიდან და გუდაუთიდან ბაზების გაყვანის სანაცვლოდ, თუმცა იმის გამო, რომ რუსეთმა თავის მხრივ ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი დაარღვია, პირობა აღარც საქართველოს შეუსრულებია. იყო მოლაპარაკების თემა ისეთი, მანამდე რაც არ შესრულდა და ამ განაპირობა რუსეთის მიერ საომარი მოქმედებებისთვის მზადება. იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მარტის თვიდან ჩემი თვალით ამაქვს ნახე როგორ ემზადებოდა რუსეთი 2008 წლის მარts გულისხმობ ომისათვის. ანუ რუსეთი ემზადებოდა და ეს არ არის საქართველოს მხარემ დაიწყო მხოლოდ. რაც შეეხება ამ განცხადებას დღევანდელი აქტუალობიდან გამომდინარე, დღეს ახლა პუტინი ახალი ხელისუფალია, თავიდან მოვიდა ხელისუფლებაში, ის ბუნებრივია ცდილობს რომ
რაღაცნაირად სიტუაცია, ასე ვთქვათ, ისე დაალაგოს, რომ დასავლეთის მიერ ყოველ წუთში არ იყოს იმაზე ლაპარაკი, რომ ეს არის ოკუპანტი. ეს იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს დაფაროს თავისი დანაშაული და მოქმედებს გაღმა შეედავეს პრინციპით, ცნობილია როგორც ოკუპანტი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, თქვათ, რუსეთი ცდილობს იმართლოს თავი და გაამართლოს სხვადასხვა მიზეზებით საკუთარი სამხედრო ქმედებები. ამხანაგი მედვედევი ამას ხსნიდა იმით, რომ თუ არა რუსეთის ქმედება ამ შემთხვევაში, თქვათ, ნატო მიუახლოვდებოდა რუსეთის სამხრეთ საზღვრებს, პუტინი ხსნიდა იმით, რომ საქართველოს არ შეასვლა გარკვეული პირობები ანტიტერორისტულ ცენტრთან დაკავშირებით, მაგრამ რეალობა გახლავთ აბსოლუტურად სულ სხვა და ამიტომაც თქვათ, ფაქტურად, რა ვიცი, კვირა არ გავა, რომ რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის პრემიერი და პრეზიდენტი არ შეეხდნენ საქართველოს საკითხს. ხაშურში ადგილობრივი პოლიციის შენობასთან კიდევ ერთი აქცია გაიმართა. პოლიციის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სოლომონ ქიმერიძის საქმის ობიექტურად გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. დღევანდელ აქციას სოციალური ქსელ Facebook-ის საშუალებით აიგივნა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ცურვილს შეეძლო. პოლიციის შენობასთან გამართულ აქციას მოძრაობა თავისუფალი დემოკრატების ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებით შეუერთდნენ. ეს არის მოქალაქეების მიერ ორგანიზებული აქცია Facebook-ის მეშვეობით. ეს არის სამოქალაქო აქცია და ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ სოსო ქიმერიძის საქმე იქნეს ობიექტურად გამოძიებული და პასუხისგებაში მისცენ კონკრეტულად დამნაშავე პირები, ვინც ისინი არიან. მე ორჩეულებრივი მოქალაქე, რომელსაც უბრალოდ ძალიან გული შესტკივა იმ ფაქტზე, რა ფაქტიც დაფიქსირდა ამ შენობაში. აგერის მაგიური კიბეები, რომელიც როგორც აღმოჩნდა არ არის უსაფრთხო ადამიანებისთვის და ეს არის ფაქტი, რომელიც არ უნდა ხდებოდეს არც ერთ ქვეყანაში, მით უმეტეს იმ დემოკრატიულ ქვეყანაში, რაზეც ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფაქტი რაღაცა ობიექტურად არ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განცხადება, ობიექტური განცხადება არ იყო და მიგვაჩნია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულყოფილად და უნდა დადგინდეს ობიექტურად რა მოხდა და რატო გარდაიცვალა ეს პიროვნება. ნორვეგიის კონსულ ტოიაზე ტერაქტისას დაღუპული თამთალი პარტელიანის ოჯახის საქმის გამოძიებით უკმაყოფილო და ტერორიზმში ბრალდებული ანდერს ბრეივიკის საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ გასამართლებას მოითხოვს. პარტელიანის დედა ლეილა ასათიანი აცხადებს, რომ ოჯახი ამ მოთხოვნას ოსლოს სასამართლოში საქმის განხილვისას დააყენებს. ბრეივიკის საქმის არსებითი განხილვა 16 აპრილს დაიწყება, თუმცა დაღუპულთა საქმეები ეტაპობრივად არის ჩანიშნული. პარტელიანების ადვოკატის ინფორმაციით, თამთას საკითხის განხილვა მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ამ პერიოდისთვის ოსლოში გარდაცვლილის მამა გაემგზავრება და ოჯახის პოზიციას დააფიქსირებს. პარტელიანის მშობლების აზრით გამოძიება ძალიან ცუდად მიმდინარეობს, ოჯახს კი კიდევ ერთი მოთხოვნა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდების მკვლელობაში ეჭვმიტანილი საერთაშორისო კანონების მიხედვით გასამართლება არ მოხდება, მაშინ მას სამუდამო პატიმრობა მაინც მიესაჯოს. შეგახსენებთ, ნორვეგიის კანონის მიხედვით სასჯელის უმაღლესი ზომა 21 წლიანი პატიმრობა. ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიაში 2011 წლის 22 ივლისს ბომბიჯერ ოსლოში სამთავრობო შენობებთან ააფეთქა და 8 ადამიანი იმსხვერპლა. შემდეგ კი შაშხანით შეიარაღებული უტოია საზაფხულო ბანაკში შევიდა და ახალგაზრდების ხოცვა დაიწყო. ვიდრე პოლიცია კუნძულამდე მიაღწია და ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა. კუნძულზე ქართველი გოგონები ნათია ჩხეტიანი და თამთალი პარტელიანიც იმყოფებოდნენ. ჩხეტიანმა გადარჩენა მოახერხა. თამთალი პარტელიანი კი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. საქმეში ვართ, იქედან ადვოკატი მიკავშირდება ხშირად თარგმნის მეშვეობით, მაგრამ როდესაც კმაყოფილი ვარ, არა ვარ, იმიტომ რომ აი იმას რაც ეკუთვნის სასჯელი, იმ სასჯელს ვერ ვხედავ, რომ მისცენ. და ამიტომ უკმაყოფილი ვარ და გვინდა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, როცა ჩემი მეუღლე ჩავა იქ სასამართლოზე, რომ ეს გასასამართლებელი არის არა ნორვეგიის კანონებით, არამედ რაც არის საერთაშორისო სამართლის ნორმებით მიღებული ტერორისტს როგორც ეკუთვნის ისეთი კანონები. სამუდამო პატიმრობა ან რა თქმა უნდა სიკვდილის დასჯა ან რაღაც ამას გულისხმობ და ჩემი მეუღლე ალბათ მაისის შუა რიცხვებში მოუწევს დასვლა, იმიტომ რომ მანამდე სხვა საკითხები იხილება. ჩემი მეუღლე ჩავა ალბათ კიდე თავისას იტყვის. თუმცა ეს ფიქრობ რომ დაჩება ხმად გავადების და უდაბნოსში და მაგრამ რა ვქნათ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ტელერადიო მაუწყებლების მესაკუთრეთა სიას აქვეყნებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით უმეტესობა დაემორჩილა კერძო სამაუწყებლო კომპანიების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიზნით მაუწყებლობის შესახებ კანონში 2011 წლის აპრილში პარლამენტის მიერ მიღებულ რიგ ცვლილებებს და შესაბამისად მარეგულირებელმა ამ კომპანიების მესაკუთრეთა შესახებ მონაცემები ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ყველა декларაციის ნახვის შემდეგ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ კერძო მაუწყებლობის
ლიცენზიის 81 მფლობელიდან 7 მარტის მდგომარეობით 5 მათგანს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია შესაბამისობის დეკლარაციები. გამოქვეყნებული დეკლარაციები არ არის წარმოდგენილი იმ ფორმით, რომ მომხმარებლისთვის იოლი იყოს მათი გამოყენება. მარეგულირებელმა გამოაქვეყნა სკანირებული დოკუმენტები, რომელიც რთულს ხდის მონაცემთა შედარებასა და ანალიზს. 13 დეკლარაცია ხელით არის შევსებული, ზოგიერთი მათგანი კი ბუნდოვანი კალიგრაფით, რაც ართულებს დაწერილის მკაფიო წაკითხვას. 6 დეკლარაცია არ შეიცავს მათ მესაკუთრეთა პირად საიდენტიფიკაციო ნომერს. 4 დეკლარაცია სრულ ინფორმაციას არ წარმოადგენს ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და ასეთი მესაკუთრეების სხვა კომპანიებში არსებული წილების შესახებ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გადაწყვიტა ინფორმაციის უკეთ წარმოდგენა საზოგადოებისთვის და შექმნა მონაცემთა სია, რომელიც მარეგულირებლის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას კითხვისა და ანალიზისთვის სასარგებლო კატეგორიებად სასურველ ფორმატში ყოფს. ჩხოროწყუს რაიონში კი ქართული ოცნების ოფისი გაიხსნა. მხარდამჭერებთან შეხვედრას კოალიციის წევრები კახა შარტავა და ლევან იზორია ესწრებოდნენ. დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ადგილობრივ მოსახლეობას ქართული ოცნების ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელად კორნელი საჯაია დაასახელეს. ჩხოროწყუსში დღეს გამართულ შეხვედრას თვალყურს ადევნებდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერებმა მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. უცნობი პირები ოფისთან შეკრებილ მოქალაქეებს ვიდეო ფირზე აღბეჭდავდნენ. ამ ფაქტის შესახებ განცხადება კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იზორიამ გააკეთა. თქვენ აკვირდებით, რომ სანამ აქ შეხვედრა ჩატარდებოდა, თითქმის უშიშროების პოლიციის წარმომადგენლები ყველა რაღაცნაირად კონტროლის ქვეშ აგვიყვანეს, გადაიღეს, იღებენ კიდევაც. ანუ ყველანაირად პოლიტიკური თვალსაზრისით შეზღუდულია სიტუაცია სამეგრელოში, არა მარტო სამეგრელოში, მთელ საქართველოში. ჩვენ უნდა გავარუღიოთ ეს შიში, ჩვენ უნდა გავარუღიოთ ის კონტროლის მექანიზმები, ტოტალური კონტროლისა, რაც ამ ხელისუფლებამ დაამკვიდრა ზოგადად საქართველოში და კონკრეტულად ამ კუთხეში ახალაიების კლანით. სამეგრელომ ძალიან ბევრი გადაიტანა. პრაქტიკულად ყველა ცვლილების და ყველა ჯანსაღიდეს თანამონაწილე იყო და შედეგად მიიღო ადამიანური გაპარტახება, საუკეთესო შვილების დაღუპვა თუ საზღვარგარეთ წასვლა და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ჩვენ ასეთი მაპატიეთ და ექსპერიმენტის ჩატარებას სამეგრელოზე არ ვაპირებთ. ის ზოგად ქართული გამარჯვების დაასკვნითი ეტაპის სრული თანამონაწილე უნდა იყოს და ამ გამარჯვების შედეგად მან უნდა აღიდგინოს საკუთარი ღირსება და ათავისუფლდეს იმ პრობლემებისგან, რაც აწუხებს. მობეზრდათ ეს ცხოვრება ყველას. ამ სიცრუეში ცხოვრება აღარ უნდათ შვილო. უნდათ რომ რამებრად კიდე აი სოფლებში რომ ვაკუუმი არის საერთოდ ინფორმაციული, ამის ამოქმედება უნდა და ამოძრავება უნდა. ხალხს რომ გაიგონ, მარტო შევყურებდო სახელმწიფო ტელევიზიებს და მეტი არაფერი არ არსებობს ამ ხალხისათვის შვილო. უკიდურესად გაჭირებულია ხალხი. იმ დროს შემოვიდა პოლიტიკაში ჩვენი ბიძინა ივანიშვილი, რომ აი ნამდვილად რომ საჭირო იყო ქვეყნისათვის შვილო. ქართული მხარე თურქულ მხარესთან აზიზის მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა. ხელშეკრულებას ველოდები თურქეთის მხრიდან ეს ყველაფერი არის განპირობებული იმით, რომ აქტიურად აზიზიეს თემა მიბმული არის ოშკის ფიზიკურად გადარჩენის თემაზე და ოშკი არის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ქართული მატერიალური და სულიერ მემკვიდრეობისა და მისი დანგრევის პასუხისმგებლობას ბუნებრივია ვერ გავექცევით, ამიტომ ეს არის გადასარჩენი. 2020 წლისთვის საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საკმაოდ რეალურია. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, როგორც ვიაც სიჭინავამ აღნიშნა ფედერაციის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება 2014 წლისთვის უნდა არსებობდეს ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც წარადგინება UEFA-ს თუ საქართველოს რომელ ქალაქში გაიმართება ჩემპიონატი. სიჭინავეს ინფორმაციით საუბარია 5 ქალაქზე: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და სამომავლოდ კიდევ დაკონკრეტდება 2 ქალაქი. მისი განცხადებით UEFA-ს მოთხოვნების თანახმად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საჭირო 12 სტადიონისა და 24 საცხოვრებელი ბაზის აშენება, ასევე სათანადო აეროპორტები. საქართველოსა და აზერბაიჯანში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებული დეტალები 21 მარტს სტამბულში UEFA-ს კონგრესზე გაირკვევა. ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადა ვარძელაშვილმა განაცხადა. შესთავაზა პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მხარეს, რომ ჩვენ ერთობლივად გაგვეკეთებინა ევროპის ჩემპიონატზე განაცხადი, რომ საქართველოში და აზერბაიჯანში ჩატარდეს ერთობლივად, იმიტომ რომ
ცალ-ცალკე პრაქტიკულად ჩვენ შანსი არ გვექნებოდა უახლოეს პერიოდში, მათ შორის 2020-შიც გარკვეული რიგი მიზეზების გამო, ამიტომ ორ ქვეყანას ერთობლივად უფრო მეტი შანსი აქვს მსგავს ღონისძიებას უმასპინძლოს და სასარგებლოდ გადაწყდეს. მინიმალური მოთხოვნა არის 10 ქალაქი, რაც ვფიქრობ, რომ დააყრდნობს ორი ქვეყნის სიტუაცია. უნდა იყოს 12 სტადიონი უმაღლესი ხარისხის, 24 ბაზა საცხოვრებელი, აეროპორტი და ბევრი სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც ჭირდება ამის ჩატარებას. აბსოლუტურად რეალურია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ის სურვილი, რომელიც გამოთქვა ორი ქვეყნის ხელმძღვანელობამ, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არის დიდი პრობლემები, რომელიც იქნება გადასაწყვეტია უკვე სტამბოლში ჩვენ დავიწყებთ ამაზე მოლაპარაკებას. ქუთაისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც ბალანჩევაძეების სახელობის ოპერის თეატრში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდებთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ის ინიციატივა დაასახელა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია. კერძოდ პარლამენტი ხელშეკრულებას გააფორმებს ქუთაისის უნივერსიტეტთან, რომლის საფუძველზეც მაგისტრებსა და წარჩინებულ კურს დამთავრებულებს საშუალება ექნებათ როგორც სტაჟირება გაიარონ, ასევე დასაქმდნენ. დღესვე სტუდენტებთან შეხვედრის დასრულებისთანავე პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის ცენტრის საგამოფენო დარბაზში იმყოფებოდა, სადაც 3 მარტიდან 8 მარტამდე მიმდინარე ქუთაისელ მხატვარ ქალთა კვირეულს დაესწრო და იქ წარმოდგენილი ნამუშევრები დაათვალიერა. საგამოფენო დარბაზშივე მხარის გუბერნატორმა ისაუბრა იმ ინიციატივების თაობაზე, რომლის ინიციატორიც პარლამენტის თავმჯდომარეა. კერძოდ ზაფხულში სტუდენტური დასაქმება და ახალგაზრდების მაღალი ანაზღაურება. ვიზიტის დასასრულს კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მშენებარე პარლამენტიც მოინახულა. ახალგაზრდობასთან შეხვედრა არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მთავრობის მხრიდან ეს არის ანგარიშის ჩაბარება იმ თაობისთვის, რომელმაც უნდა გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს ყველა დაწყებული რეფორმა. ამიტომ ახალგაზრდობას უნდა კონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით დღეს რამდენიმე ინიციატივა გავახმოვანეთ. პირველი გახლავთ ის, რომ ამ ზაფხულშივე უკვე პარლამენტი გააფორმებს სპეციალურ ხელშეკრულებას ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებთან. ხედავდით, რომ სტუდენტებში იყო კმაყოფილება, ჩვენ გვექნება უკვე აყალიბებთ სხვადასხვა რაიონებში, არა მხოლოდ ქუთაისში, სამუშაო ადგილებს, როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სექტორში. გრინპისის მხარდამჭერთა ჯგუფი და გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ნაწილი კი პოლიტიკურ პარტიებს გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ მემორანდუმი უკვე მომზადებულია. მოვითხოვთ შეწყდეს გიგანტური კაშხლების მშენებლობა და სახელმწიფო პრიორიტეტად გამოცხადებული იქნას განახლებული ენერგეტიკის სხვა დარგების განვითარება. ჩვენ მივმართავთ საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას და მოვუწოდებთ შემოერთდეს ჩვენ მოთხოვნებს და ხელი მოაწეროს მემორანდუმს უსაფრთხო ენერგეტიკის განვითარება და საქართველოს ტერიტორიაზე გიგანტური ჰესების მშენებლობის აკრძალვის თაობაზე. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და მნიშვნელოვანია ამ მემორანდუმზე ხელის მოწერა, ვინაიდან ხელისუფლება არ ელოდება თუნდაც ფორმალური სამართლებრივი მექანიზმების დაცვას, გარემოს ნებართვების აღებას და გვაქვს ინფორმაცია, რომ უკვე დაიწყო რიგ გიგანტურ კაშხლებზე მშენებლობა ყოველგვარი სათანადო საბუთების გარეშე. მათ შორის არის საუბარი ნესკრას კაშხალზე, რომელიც არის ენგურისა და ხუდონის კასკადის ნაწილი. ამასთანავე არსებობს ინფორმაცია იგივე სიტუაციასთან მიმართებაში ნამახვანის ხესის შემთხვევაში. ეს ნიშნავს იმას, რომ საფრთხეშია მილიონობით კუბური მეტრი ტყე. მათ შეიმუშავეს დოკუმენტი, რათა რომლის მიხედვითაც გამოჩნდება ამა თუ იმ მეტნაკლებად ცნობილი პოლიტიკური პარტიის ხედვა იმ მეტადმტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი ეკოლოგიური უსაფრთხო მდგრადი მომავალი ქვია. 21 საუკუნის მთავარი წარმართველი პრინციპი იქნება ლოზუნგი. რაც არაეკოლოგიურია, ის არაეკონომიურია. ეგრეთ წოდებულმა აცტობნიკებმა კი საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით შესაძლო შიმშილობა დაიწყონ, როგორც დღეს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. აცტობნიკებმა და პარტია მომავალი საქართველოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, თბილისში 40,000 აცტობნიკი ცხოვრობს, რომლებმაც აწლევლების წინ შეიძინეს საცხოვრებელი ბინები, თუმცა ბინის მესაკუთრეები მათ ფართებს არ უკანონებენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, შესაძლო აცტობნიკებმა დაიწყონ შიმშილობის აქცია საკანონმდებლო ცვლილების მოთხოვნით, რათა დაუკანონდეთ ის ფართები, სადაც ისინი ამ ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. 40,000
მარტო დედაქალაქში არის 40,000 ოჯახი, ეგრეთ წოდებული ასტუკნიკი და ეს ხალხი გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ეს მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული. ადამიანი ერთხელ რო გადაიხდის რაღაცაში ფულს, იმას მეორედ ფულს აღარ უნდა ახდევინებდე. თუ ხელისუფლებამ ყურად არიღო ამ ადამიანების მოთხოვნა, მერწმუნეთ აუცილებლად გაგჩნდება აქციებზე სხვა მოთხოვნებიც. დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა არის ეგრეთ წოდებული ასტუკნიკებზე, რომელიც ამდენი წლებია ბინებში ცხოვრობენ, ნაყიდი აქვენ, არ უფორმებენ და არ უკანონებენ. ამას მოვითხოვთ დღევანდელი აქციის ჩვენ რომ დაუკანონო ამ ხალხს, რომელიც პატარა შვილებთან ერთად ნაყიდი აქვენ ყველაფერი და არავის არ შემთხვევაში ყურადღებას არ აქცევს ეგ ჩვენი თავრობა. მოსარგებლეები მართლაც იყვნენ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებული მესაკუთრეებთან შედარებით, მანამ სანამ შევიდოდა კანონში ცვლილება, რომელმაც ვადა გააუქმა და ვადით შეზღუდული ისინი არ არიან. დღესდღეობით მოსარგებლე და მესაკუთრე არის ერთნაირ პირობებში ჩაყენებული, კანონი მათ აყენებს ერთნაირ პირობებში და ჩვენ მერიის მიერ შექმნილი თბილისელების ადვოკატი ვეხმარებით თანაბრად ორივე მხარეს, როგორც მოსარგებლეს, ისე მესაკუთრეს. ჟურნალისტ ლუბა ელიაშვილისა და ადვოკატ ჩალვა შავგურიძის ვაჟი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის უკვე ყოფილ წევრ ზაზა სვანაძეს პასუხობს. ილიას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი შავგურიძე მიიჩნევს, რომ ზაზა სვანაძის განცხადებამ მისი პატივი და ღირსება შელახა. მაესტროს ახალი ამბები წუხს, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასულმა განცხადებამ პიროვნება შეურაცხყოფ და კომენტირებისთვის მას ეთერს უთმობს. ამასთან ერთად აზუსტებს, რომ მაესტროს ახალი ამბები მის ეთერში გასული არც ერთი რესპონდენტის პოზიციას არ იზიარებს და ცდილობს ეთერი თითოეულ მათგანს თანაბრად დაუთმოს. გუშინ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გაშუქდა ვიღაც ზაზა სვანაძის პრესკონფერენცია, რომელმაც ჩემს შესახებ თქვა ესეთი რამ, რომ მე გიორგი შავგურიძე ლუბა ელიაშვილის ვაჟი ვარ ნარკორეალიზატორების მეგობარი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რა თქმა უნდა სიმართლეს და მე საზოგადოების წინაშე ვაცხადებ, რომ არც მე და არც ჩემი მეგობრები არანაირ კავშირში არასოდეს არ ყოფილვართ არანაირ ნარკორეალიზატორებთან და ნარკოტიკთან არ ქონია არასოდეს არანაირი შეხება და საიდან მოაქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია ნამდვილად ვერ გეტყვით და ასევე ეჩვენებს ის ფაქტი, რომ ეს არის ადამიანი, ვისი სახელით და გვარიც მე მხოლოდ და მხოლოდ გუშინ გავიგე. არც არანაირი შეხება მასთან არ ქონია და არანაირი ურთიერთობა მასთან არ ქონია და როგორ და საიდან აქვს ეს ინფორმაცია, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია და მისი ამბავია. ეს ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირ ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან ჩემი ოჯახის მიმართ. ჩემი ოჯახის წევრები, დედა ჩემი ლუბა ელიაშვილი, ჟურნალისტი და მამა ჩემი შალვა შავგურიძე ადვოკატი არიან დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტები, არიან ოპოზიციაში და ესეთი ბინძური ხერხებით ისინი ცდილობენ რომ შეგვაჩერონ ჩვენ და დაშინების თუ რაღაც პროვოკაციების გზით ცდილობენ რაღაც ხელი შეუშალონ მათ საქმიანობას. მე მინდა უთხრა ყველას, რომ ამგვარი თუ სხვა ტყუილით, ციცრუით და დაშინებით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და მეც და ჩემი მშობლებიც ყოველთვის აკადრის პასუხს და სწორ პასუხს გავცემთ ამ რეაქციას. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი დღეს ვარკეთილში ცერცაძეების ოჯახს ესტუმრა. პრეზიდენტი ოჯახის წევრებს პარლამენტში დასახერებული ინიციატივების შესახებ ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება პროფესიულ განათლებასა და 1000 ლარიან ვაუჩერზე გაამახვილა. ვარკეთილიდან მიხეილ სააკაშვილი სამსახურში მეტროთი დაბრუნდა და გზაში შემხვედრ ქალბატონებს ბარდები აჩუქა. და ის გახდება კიდე ცალკე ცენტრი, მაგრამ რამდენიც მოიმუშავა. და ხარჯის ბერგერა გაჩუქა. ზოგიარი ბატონ კალინიკი, საიდან არის სახელი? აბა არის მართლია. მართლა? ძალიან იშვიათი სახელია. საიდან ხარ წარმოშობით? საჩხერიდან ვარ. იმედი, შენ იმედი ნახო, ხო? საიდან ხარ? საჩხერ. ეს ის როგორი პოეტი ხარ? ჩვენ არ გვზოვით ერთმანეთი. ჩვენ არაფერი არ აქვს. არა, უბრალოდ წარმოშობით ხარ, ხო? კი, წარმოსულები. მართალია ეს 8 მარტი რაღაც ნახევრად ოფიციალურ დღესასწაულია, მართალია რამდენიმე წელი საერთოდ აღარ აღნიშნავთ, მაგრამ დღეს ხუმრობთ, რომ 365 დღეს ხალხთა დღესასწაული იყოს წესით. 1000 ლარიანი ვაუჩერი შემოვიღეთ ეს გადამზადების. ნებისმიერ და კარგი რამდენიმე სასწრაფო გაიხსნა, სხვა ჩვენ ერთი არცის შორს აეროპორტის გზაზე მეორე მხარეს ვარ. სადაც ამ ახალ პროფესიებს ასწავლიან ამერიკელებთან ერთად. იქ მარტო უჩვეულებრივი კი ეთქვა ხარატის შემდგომებელი და რაღაცა, რომ კიდე რაღაც პატარ-პატარა
მოდერნიზირებულ რაღაც პროფესიებს, რომელიც ყველაზე მეტად არის საჭირო დღეს. როგორ გამახარებთ აზრი? დიდი მადლობა ვარ. თქვენ მოხდით. ერთ არ მიხარება. ბოლოს გადავწყვეტ. აქედან უკან გავუყვები მეტროც და უკან დავბრუნდები სასახლეში მეტროც და კიდე ბევრი ხალხი მინდა ნახო. ანუ რამდენი რეკია გაქვს? ერთხელ სიცოცხლეში ახლა მინდა და რა თქვენი თავი პილახავთ. გამივარჯოთ. პარლამენტში რო გქონდათ ძალიან უნდა მეტად რამდენჯერმე გადავახვიეთ და ვნახეთ ეს ყველაფერი. ძალიან მოგვეწონა თქვენი გამოსვლა და მინდა გითხრათ რომ მე რას უნდა მე მრავალშვილიანი დედა ვარ, ვაშვილი დედა, რასალა? აი ესეთ ლამაზად რო გამოიყურებით, იმიტომ რომ რვაშვილი დედა. ძალიან გამიხარდა, რომ დღეს პირველი ვარდი პრეზიდენტისგან მივიღე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქალებს 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. მიხეილ სააკაშვილის სარვა მარტო მილოცვა პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ზოგი ამბობს, რომ 8 მარტი არ უნდა ვიზეიმოთ, რადგან კლარა ცეტკინის მოგონილი კომუნისტური დღესასწაულია, მაგრამ ჩემი აზრით, ყოველი დღე ქალთა დღე უნდა იყოს ისედაც, ამიტომ გილოცავთ ქალბატონებო. გისურვებთ ბედნიერებას, კარგ განწყობას და იმას, რომ ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იყოს. როგორც პრეზიდენტი წელიწადის 365 დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ვაცხადებ ქალთა დღესასწაულად და მოვუწოდებ კაცებს გავუფრთხილდეთ საქართველოს ამ უკეთეს ნაწილს აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში. დღესვე მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა წარწერა პრეზიდენტის ახალი ბრძანებულებით, დღეიდან დიდი ჯარიმები წესდება ქალების გაბრაზებისთვის და ასევე შემოდის მატერიალური და მორალური წახალისება მათი სათანადო დაფასებისა და მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. ქალთა საერთაშორისო დღე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მაცხოვრებლებმა კონცერტით აღნიშნეს. ბენეფიციარებს 8 მარტი ანსამბლმა რუსთავმა, ჯულხან სეიშენმა და გასართობმა ცენტრმა ნევრლენდმა მიულოცა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კი პანსიონატის მაცხოვრებლებს თაიგული და ტკბილეული მიართვეს. მოხუცთა თავშესაფრისის მაცხოვრებლები, რომლებმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოთახიდან გამოსვლა ვერ შეძლეს, ნევრლენდის წარმომადგენლებმა ყვავილები ოთახებში მიუტანეს. დღეს დაგეგმილია ხანდაზმულ ვანდეოსებისათვის სარომარტო საღამოს მოწყობა. დღევანდელი დღე ითვალისწინებს სარომარტო საჩუქრების გადაცემას, გამოსვლებს, მისალმებებს და ბოლოს იქნება კონცერტი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და დიდ მადლობას გეძვნით. ამიტომ და რაც შეიძლება ხშირად იყოს ასეთი რამე. და საჩუქრებისთვისაც მადლობელი ვარ და მოწვევისთვის. კინოსახლში ხანდაზმულთა კავშირმა ქალბატონებს უმასპინძლა. მათთვის გაიმართა კონცერტი და დარიგდა სარვამარტო საჩუქრები. საღამო ხანდაზმულთა კავშირის თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით გაიმართა. 8 მარტია, ყველა ქალს უხარია ეს დღე და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, იმ დედებს, იმ ბებიებს, რომლებიც დღეს ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობენ. არ შეიძლება რომ ჩვენ ეს დღე აქ არ აგვეღნიშნა. გული არ ბერდება, გული გულად რჩება და დღეს შევეცადეთ რომ ძალიან ლამაზი დღე გვეშუქებინა ამ ღირსეული ადამიანებისთვის. მე ამ სახლს ვუძახი მოხუცთა 64-ს. რაც თუ შვილებმა დაგვაკლო რამე და გვეკუთვნოდა და ვერ გადაგვიხადეს, გვიხდის ეს ორგანიზაცია. სტუმრებმაც რომ მოგვინახულეს და აქ დღეს დრო უნდა გავატაროთ, ეს კიდევ დიდი ხალისია ჩვენთვის. და კარგი ამბავია, დიდი ყურადღება, ძალიან და ვერთობით და ვართ და მრავალი 8 მარტი გაგვითენოს ღმერთმა. პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ ყველა ქალბატონს მიულოცავ ვისარგებლებ შემთხვევით და დღევანდელ დღეს 8 მარტს და უბრალოდ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აი ამ ქალბატონებისთვის, მოხუცი ქალბატონებისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო და გასახარებელი იქნება, როდესაც მიდიხარ, როცა არ გელოდებიან და ულოცავ 8 მარტს და აწვით აიგულს. თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში კი ფოტოგამოფენა კონკურსი გაიმართა. ფოტოები, რომლებიც სკოლის დარბაზში იყო გამოფენილი, კონკურსის შემდეგ გაიყიდა. შემოსული თანხა კი ლეიკემი დაავადებულთა სამკურნალო ცენტრში გადაერიცხა. გამოფენა კონკურსში მონაწილეობა თავად პირველი სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. სკოლაში გამოფენა ყოველი წლის 8 მარტს იმართება და გაყიდული სურათებიდან შემოსული თანხა სხვადასხვა ცენტრში ერიცხება. ეს არის ფოტოგამოფენა კონკურსი, რომლის შედეგადაც გამოვლინდება გამარჯვებულები და რა თქმა უნდა ისინი დაჯილდოვდებიან, მაგრამ მთავარი მიზანი ამ ღონისძიებისა არის საქველმოქმედო აქცია. ამ გამოფენის დამთავრების შემდეგ ეს ნახატები, სურათები უკაცრავად გაიყიდება
და გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა გადაეცემა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალოდ ფონდში. დღევანდელი ღონისძიება ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველმა სკოლამ გადაწყვეტა, რომ ლეიკემიით დაავადებული ადამიანებს დახმარებოდნენ. ჩემი ფოტო არის 4 დღეს და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ მონაწილეობის მიღება. ქალთა საერთაშორისო დღესგაერთიანებული ერების ორგანიზაცია გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საქართველოში პრეზენტაცია შედგა. პროგრამას გაეროს 3 სააგენტო ხელმძღვანელობს, მიზანი კი ქალთა როლის გაძლიერება და გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა. 8 მარტთან დაკავშირებით საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფენაც გაიხსნა სახელწოდებით ქალთა საკითხი საქართველოში მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე. პროგრამა არის დაფინანსებული შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს SIDA-ს მიერ და 3 მიმართულებით იმუშავებს. პირველი გახლავთ ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, მეორე გახლავთ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის და ამასთან ბრძოლა და მესამე არის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, უფლებები, ცნობიერება და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სამივე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის. პროგრამა ძირითადად იმუშავებს კახეთში და სამეგრელოში და თბილისში თავისთავად. პროექტი მოწოდებულია მაქსიმალური სოციალური საკითხების, პრობლემების გადასაწყვეტად, ქალთა უფლებების გასაძლიერებლად. პროექტს აფინანსებს შვედეთის განვითარების სააგენტო და პროექტი არის 3 წლიანი და არის მისი საჭიროება ჯანმრთელობა, განათლება, იურიდიული საკითხები იმ ჯგუფებისათვის, რომელიც ამას ყველაზე მეტად საჭიროება. ექსპო ჯორჯიაში 8 მარტთან დაკავშირებით ქალთა შორის ნარდის ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრში 70 ქალი მონაწილეობდა. თითოეულმა მათგანმა ორგანიზატორებისგან სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. გამარჯვებული კი სხვა პრიზებთან ერთად ოქროს კამათლებით დასაჩუქრდა. ნარდის ჩემპიონატი ქალთა შორის უკვე მე-10-ად ჩატარდა. მე მგონი ამას უდიდესი ტრადიცია იქნება შემდეგშიც და უფრო დიდი საერთაშორისოც გახდება სხვა დროისათვის. აი უყურებთ ალბათ თქვენ თვითონ ძალიან კარგი სახეებით ხალბატონებს ყველა კმაყოფილია. იწერება ძალიან კარგი ჰიმნი, სიმღერა, აი ამ ჩემპიონატზე, ნარდის სხვათა შორის ეს უკვე სპორტული გახდა, იცით? აი ჭადრაკი ხო არის, ნარდით შევიდა სპორტულ სფეროში და მე მიხარია რომ უკვე სპორტსმენი ვარ, ნახეთ? იცით რა? აი მართლა ქალებისთვის მართლა ძალიან საზეიმო და მე მამაკაცები ხვდებით, ერთ ქალი და მამაკაცი. მე მაგათაც 5 მამაკაცს მოვუგე და მესამე ადგილზე გავედით. მე დღეს გადაწყვეტე რომ ესეთი პატარა დღესასწაული მომეწყო ჩემთვის მithumedes რომ მივიღე მოპატიჟება, სიამოვნებით დავთანხმდი. 5 წლიდან ვთამაშობ ნარდს და მართალი გითხრათ, დროის სიმცირის გამო ხშირად ვერ ვახერხებ ხოლმე და საიდუმლოს გეტყვით. ჩემი მეგობრები ისხდნენ და მეცადინეობდნენ და მე ვერ მოვახერხე.